ცხოველები, მცენარეები არ წარმოადგენენ ენერგიის წყაროს და ენერგეტიკის სამინისტროს არანაირ შეხება არ უნდა ამასთან. თუმცა ფაქტი ერთია. ფორმალურად ვის განწყობაში და ვის გამგეებლობაში არ უნდა იყოს ხეები, ბუნება თუ ენერგია სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ერთი პირით ყავს ყველა საკითხს. მათ შორის სოციალური საკითხებს. ეს არის მიგელ სააკაშვილი. მე უბრალოდ დავასახელებ. აქციის ორგანიზატორია გრინპისის მხარდაჭერა ჯგუფი, მას შემოუერთდა სხვა ორგანიზაციები, დიდი მადლობა მათ, უსაფრთხო სივრცის წარმომადგენლები არიან. ვეტერანი ფრინველები ძალიან დიდი საკმაოდ დიდი წარმომადგენლობით მოსული არიან. ცენტრპოინტის გაზრდელებული სხვა ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც აცნობიერებენ, რომ გარემოს განადგურება არ არის მხოლოდ გარემოს დამცველების, ეკოლოგების საქმე. ეს ეხება ყველა ადამიანს და თითოეული ჩვენგანის სულს და ხორცს. შვიდად ყურება იმისა თუ როგორ ვისურვებენ სკერზე არ შეიძლება და ელემენტარული ცოცხალი არსების თვისება არა თუ ადამიანის დაიცვა საკუთარი ცოცხალი. ყველა პროგრესულმა ქვეყანამ თქვა გიგანტური კაშხლების აშენებაზე უარი. იმიტომ რომ გიგანტური კაშხლების მუშაობის დროს აქ უზარმაზარი გამონაბოლქვი ისეთი ნივთიერებების როგორიც არის ნახშირბადის ოქსიდი, ნახშირბადის დიოქსიდი, გოგირდოვანი აირი და სხვა და სხვა. ჩვენი მოთხოვნა იქნება შეწყვიტოს მთავრობამ ეკოგენოციდი საქართველოში. ჩვენ ვიბრძვით ამისათვის, რომ პირველ რიგში ავიაციაში დავამყაროთ წესრიგი, სადაც სხვათა შორის უამრავი ხე გაიშეხა და იმის ნაცვლად გაკეთებული რკინიგზა დღეს აერს დაატარებს აეროპორტიდან სადგურამდე, არ გვინდა ასეთ რაღაცები მოხდეს, სადაც ასეული ძირეული ხე გაიშეხა. და ამაზე პასუხისმგებლობა არავითარი არ არის. მით უმეტეს ამ სამინისტროს, რომელიც დაკავებული არიან ტაშპანდურით. მე არ მინახია ამ მინისტრის გაკეთებული საქმე. ეს კი გამიგონია, რომ მას კარგი სიმღერების დაწერა შეუძლია და ეს უნდა იყოს ალბათ მუსიკალურ რაღაცა სფეროში, არათუ გარემოს დაცვაში. აი ესეთ ვითარებულობ ჩვენ. ასევე მართავენ დღეს ავიაციას დილიტანტი ხალხი, რომელიც არაფერი შეხება არ აქვს ავიაციასთან. ამ ეტაპზე ენერგიის ნაკლებობა საქართველოს არ გაიცდის. სამწუხაროდ არც ეკონომიკა ვითარდება ისე, რომ რაიმე დამატებითი რესურსები გჭირდებოდეს. დღესდღეობით ბალანსი მომხმარებლებს, ინდივიდუალურ მომხმარებლებსა და ეკონომიკას შორის არის ისეთი, რომელიც ალბათ სოფლის ყველა შემორჩენილ ქვეყნებში არის ძირითადად მოიხმარება მოქალაქეები და არა ეკონომიკა. მილიონი კუბური მეტრი ტყე უნდა გაჩეხონ იმისათვის, რომ გაყიდონ თურქეთში ელექტროენერგია და საქართველოს ამით არ იღებს არაფერს. არც იაფ ენერგიას, არც რაიმე სხვა ტიპის სარგებლოს. ეს არის კორუფციული ბიზნესი მიხეილ სააკაშვილისა, რომელიც ძირითადად თელი ქვეყანა სკერზე აღმოაჩინოს პირდაპირ შოლობით, ოღონდ თვითონ შეოს მეტი ფული.